ქართულმა მებაჟეებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს. საზეიმო მიღება სასტუმრო შერატონ მეტეხი პალაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და შემოსავლების სამსახურის უფროსი რაშა ხუციშვილი, ასევე ქართველი მებაჟე ოფიცრები ესწრებოდნენ. 14 მებაჟე კეთილსინდისიერი მუშაობისათვის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ დაწესებული ღირსების ოცნობებით დაჯილდოვდნენ. Წარმორჩინებული თანამშრომლების შემოსავლების სამსახურმა დამატებით 1000 ლარიანი პრემიებითაც წაახარისა. მებაჟის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 25 იანვარს 179 ქვეყანაში აღენიშნება. მსოფლიოს 179 ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაცია აღნიშნავს ამ დღეს და მე მოხარული ვარ, რომ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბაჟოა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, რომელთა თანამშრომლები საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს იცავენ როგორც კონტრაბანდული საქონლისაგან, ასევე იცავენ მავნე და არავარგისიანი საქონლის შემოტანისაგან. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი საბაჟო სამსახური კიდევ უფრო განვითარდება. ეს აღნიშნება მებაჟის პროფესიული დღე. ამასთან დაკავშირებით მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ გამოგზავნილი ღირსების მოწვევები გადაეცემა საბაჟო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მოგეხსენებათ 26 იანვარი არის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საერთაშორისო დღე. ამ დღეს აღნიშნავს, რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი სარგებლობს საშუალებით და ულოცავ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს ამ პროფესიონალურ დღესასწაულს და ულოცავ უსურვებ წარმატებას და მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის ბინათლად და ქვეყნის საკეთებელად შესრულებას.